ყოფილი ფსიქიატრიული ტერიტორიაზე მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად სათამჯენის მშენებლობა გრძელდება. სამუშაოებს შეპესა ბიდი პროპერტის დაკვეთით კომპანია დემარკი აწარმოებს. მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის თქმით, სათამჯენის აშენება მათ საცხოვრებელ სახლებს უქმნის საფრთხეს. ზაქარიაძის 10 ნომერში მცხოვრები თამარა ბულაშვილი ირწმუნება, რომ ის ბინაში ბზარები ფსიქიატრიული დემონტაჟის შედეგად გაჩნდა. მისივე თქმით, სამშენებლო პროცესის შედეგად ახალი ბზარები რეგულარულად ჩნდება. ერთი წლის წინ როცა დაიწყო ფსიქიატრიული სამანტყოფო გასხვის და დემონტაჟი დაიწყეს კორპუსების, მოხდა საშინელი მდგომარეობა ჩვენს კორპუსში. იყო პატარა ბიძგები, რომელმაც გამოიწვია ჩვენი შიდა კედლების დაბზარვა. იყო საშინელი ბიძგები, აი გეგონებათ მიწის ძვრა იყო, ისეთ მდგომარეობაში ვიყავით. ეხლა ყოველ საღამოს ისმის წკაპაწკუპის ხმა და აი კედელი შეხედეთ, აი ეს ზემოდან მოყოლებული, ჩამოსულია და აი ბოლომდე არის გასული. იხსნება კედელი. გარდა ამისა, ლოჯის მხარესაც გვაქვს ასეთივე ბზარები გაჩენილი. გაჩვენებთ იმასაც და ზედა სართულებშიც არის კატასტროფული მდგომარეობა. აი, კიდევ ეს ნაწილი, ეს არის ლოჯის ნაწილი, რომელიც ესეც ახალი გარემონტებულია. აი, ზედა მხრიდან დაიწყო ბზარები და აი ეს მთლიანად ირგვლივ არის დაზიანება. თუ არ შეჩერდა ამ სათამბჯენების მშენებლობა, ეს ჩვენი პატარა 4 სართულიანი კორპუსი საერთოდ დაიშლება, განადგურდება, მოყვებით რაღაც ძალიან დიდ უბედურებაში და ძალიან გთხოვთ, მოგვაქციეთ ყურადღება. მოსახლეობის წარმომადგენლებმა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მიმართეს. შეხვედრაზე სპეციალისტებმა ის მიზეზები დაასახელეს, რაც მშენებლობის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს. ასოციაციის მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე თავმჯდომარე აზორ საკანდელიძე აცხადებს, რომ მშენებლობის მწარმოებელი ფირმის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არასრულყოფილია. არის ბრძანება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის, რომ მშენებლობის დაწყების წინ სამშენებლო ორგანიზაციას მზად უნდა ჰქონდეს მთელი საპროექტო ტექნიკური დოკუმენტაცია და მათ შორის განსაკუთრებით არის გამახვილებული ყურადღება ამ ბრძანების მოთხოვნებში, რომ სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი ფუძე საძირკვლების და შენობის კონსტრუქციული ნახაზები და მათი განმარტებითი ბარათი, რა თქმა უნდა, და რაც თავარი არის საექსპერტო დასკვნები. ტექნიკური დოკუმენტაციას აკლია მთელი რიგი ტექნიკური საბუთები, ასე რომ ვთქვათ, დოკუმენტები და მათ შორის თავარი არის აკლია კონსტრუქციული ნაწილი, რის გამოც ჩვენ არ ვიცით, რა ტიპის შენობა შენდება. ვიცით მხოლოდ არქიტექტურის ნახაზების მიხედვით, რომ შენდება 32 სართულიანი შენობა, მაგრამ მისი კონსტრუქციული გადაწყვეტა, ესე როგორ უნდა იყოს საძირკვლები, როგორ უნდა იყოს მზიდი კონსტრუქციები, სვეტები, რიგელები, სართულშუა გადახურვები და ასე შემდეგ, ეს ამისი ნახაზები არ არის დამუშავებული და ეს არის მთავარი. ანზორ საკანდელიძე პროექტის სეისმურ გამძლეობაზე გათვლასაც ეჭქვეშ აყენებს. მისი თქმით 12 სართულიანზე მეცსართულიანი შენობის აგებისას დამატებითი ტექნიკური ნორმები უნდა შედგეს. 2010 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა სეისმომედეგი მშენებლობების დაპროექტებისა და მშენებლობის ახალი ნორმები, სადაც ქალაქ თბილისში შეზღუდული არის მაღლივი მშენებლობები 12 სართულზე ზემოთ და თუ 12 სართულზე ზემოთ იქნება და სურთ უკვე მშენებლობა გააგრძელონ, აუცილებლად უნდა შედგეს დამატებით ტექნიკური ნორმები, ტექნიკური პირობები და უნდა იყოს გაძლიერებული პროექტები შედგენილი, სადაც რომელიც შემდეგ მთლიან ხარჯ-აღრიცხვას მშენებლობის ღირებულებას ამცირებს 20-30%-ით. ეს საერთოდ არ ჩანს, ვინაიდან არ არის კონსტრუქციული ნაწილი ამ პროექტის და ამიტომ ვინაიდან ამ სამშენებლო ორგანიზაციას ეს წარმოდგენილი არ არის, ეს მშენებლობა დღეისათვის ითვლება უკანონოდ. კომპანია დემარკის წარმომადგენელი ვლადიმერ აბრამიშვილი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. That's ვერ გიპასუხებთ ვერაფერზე. პროექტთან დაკავშირებით მაგ კითხვა. ნუ მიყოთ, აი.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის ნუგზარ იაკობაშვილის განცხადებით, თავად პროექტის ხარვეზების განხილვა ზედამხედველობის სამსახურის პრეროგატივა არ არის. მისივე თქმით, ტექნიკური დოკუმენტაცია სრულადაა წარმოდგენილი და თუ მის ხარისხსა და კომპეტენციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არსებობს, მოსახლეობამ პროკურატურას უნდა მიმართოს. განსხვავებული ინფორმაციას გვაწვდის მოსახლეობის წარმომადგენელი მარიკა ჩიკოვანი, რომელიც ზედამხედველობის სამსახურთან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა. მისი თქმით, პროექტის ტექნიკურ დოკუმენტაციას კონსტრუქციული ნაწილი აკლდა. მარიკა ჩიკოვანის ინფორმაციით, კორპუსის დაზიანებასთან დაკავშირებით მოსახლეობამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უკვე მიმართა და ისინი ბრძოლას სასამართლოს გზით აპირებენ. ჩვენი შეხვედრის ძირითადი მიზეზი იყო სწორედ პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ნახვა, რადგანაც არსებობდა უკვე საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს დოკუმენტის ეს ძირითადი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ან არ არსებობდა, ან ეხლა კეთდება. და მართლაც სამწუხაროდ ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენის დროს არ აღმოჩნდა სწორედ პროექტის კონსტრუქციული ნაწილი. ჩვენს კითხვაზე რატომ არ იყო ეს ნაწილი წარმოდგენილი, მერის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გვიპასუხეს, რომ მათ იციან, რომ მშენებლებს აქვთ ეს დოკუმენტი, მაგრამ უბრალოდ აქ არ არის წარმოდგენილი. ჩვენ იმავე დღეს წერილობით დავწერეთ და მივმართეთ ისევ განმეორებითი მიმართვით მერის ზედამხედველობის სამსახურის უფროს, რომ წარმოედგინა სწორედ პროექტის კონსტრუქციული ნაწილი და საინჟინრო გეოლოგიური დასკვნების ექსპერტიზა. ყველაფერ ამას თუ იმასაც დაუმატებთ, რომ უაღრესად დამძიმდა უკვე მშენებლობის პროცესში გარშემო მდგარი ამ მრავალსართულიანი კორპუსების ბინების შიგნით და მხრიდან მთლიანად დაიბზარა, მთელი კედლის სიგრძეზე დეფორმირდა იატაკები. იმდენად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, რომ ჩვენ მივმართეთ უკვე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ, უკვე შევდივართ მოთხოვნით მერის სახელზე, რომ სასწრაფოდ იქნეს შეჩერებული აღნიშნული მშენებლობა. ორგანიზაცია უსაფრთხო სივრცე თავის მხრივ ტექნიკურ დოკუმენტაციას ოფიციალურად გამოითხოვს და მოვლენების განვითარების შესახებ უახლოეს მომავალში გაცნობებთ.